რამდენიმე კვირის წინ დავოსში იუვალ ნოა ჰარარიმ ისეთი ფრაზა თქვა, რომელმაც ბევრი დააფიქრა. მისი აზრით, 21 საუკუნის მთავარი საფრთხე ექსპლუატაცია კი არა, არამედ irrelevanturobაა. AI-ის აჩქარებული განვითარების ფონზე კაცობრიობას ემუქრება უსარგებლო კლასის, ანუ ადამიანთა ჯგუფის გაჩენა, რომელიც ეკონომიკურად გამოუსადეგარია. ანუ შეიძლება არც არავინ ჩაგრავდეს, უბრალოდ არც არავის სჭირდებოდა. და ეს პროცესი ერთჯერადი შოკი არ არის, ეს არის უწყვეტი დარვინისეული პროცესი, სადაც ძველი პროფესიები ქრება, ახლები კი ჩნდება. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ თავს რენე დეკარტის სიტყვებით ვიმშვიდებდით. ფიქრობ, მასშესადამე ვარსებობ. გჯეროდა, რომ ფიქრი და ენა ჩვენი მონოპოლია იყო. მაგრამ დღეს ჩნდება ვარაუდი. თუ ფიქრი მხოლოდ სიტყვების წყობა და დალაგებაა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ AI, გენერაციული AI ამას ჩვენზე გაცილებით უკეთესად აკეთებს. ჩვენი კანონები, რელიგია, ლიტერატურა, ეს ყველაფერი ტექსტებია. და იქ, სადაც რეალობა ტექსტზეა აგებული, ხელოვნური ინტელექტი ბუნებრივ უპირატესობას ფლობს. მაგრამ არის ერთი ნუგეში. AI-ს მაგალითად შეუძლია სიყვარულის იდეალური აღწერა, მაგრამ მას არ შეუძლია ამის განცდაგრძნობა. ეს ზღვარი ჯერ კიდევ გვიცავს, თუმცა ეკონომიკაში წესები რადიკალურად იცვლება. აქამდე ტექნოლოგია ძირითადად ჩვენს ფიზიკურ შრომას ანაცვლებდა. ქარხანაში, ლოჯისტიკაში, მძიმე მრეწველობაში, მაგრამ ბოლო 4 წელიწადში სხვა რაღაც მოხდა. AI მისწავლა არა მხოლოდ ჩვენი მითითებების შესრულება, არამედ დამოუკიდებლად მოქმედებაც. ჩვენ გადავედით გენერაციული AI-დან აგენტური AI-ის ეპოქაში. სტენფორდის პროფესორი ერიკ ბრინიოლფსონი 2025 წელს გარდამტეხად მიიჩნევს. რა არის განსხვავება? აქამდე ტექნოლოგია ჩვენს ბრძანებას ელოდა. აგენტური AI კი დამოუკიდებლად მოქმედებს. სანამ თქვენ გძინავთ, ის წერს კოდს, გეგმავს ლოჯისტიკას და აგზავნის მეილებს. ისტორიულად ნებისმიერი სამუშაო 3 ნაწილად იყოფოდა. პირველი არის კითხვის დასმა, რა გვინდა, შემდეგ მოდის შესრულება, როგორ გავაკეთოთ და ბოლოს შეფასება, რა გამოგვივიდა. დღეს AI ფენომენალური სისწრაფით ითვისებს შუარ გოლს, შესრულებას. ამიტომ 10 წელიწადში გადარჩება არა ის, ვინც დავალებას კარგად ასრულებს, არამედ ის, ვინც ხდება კითხვების მთავარი ოფიცერი. ამის გამო შრომის ეკონომიკა თავდაყირად გება. თუ თქვენი საქმე მხოლოდ ინსტრუქციებს მიყოლა, საფრთხეში ხართ, რადგან ადამიანური შრომა უფრო მაღალ საფეხურზე გადადის, სადაც ჩვენ განსაზღვრავთ მიზანს და ვამოწმებთ შედეგს, ხოლო ხელოვნური ინტელექტი შავ სამუშაოს ასრულებს. ჩვენ ვდგავართ დიდი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის წინაშე. ბავშვები, რომლებიც დღეს სკოლაში დადიან, 10 წელიწადში აღმოჩნდებიან სამყაროში, სადაც ჭკვიანი და განათლებული სულ სხვა რამეს ნიშნავს. მოდით ემოციები გვერდზე გადავდოთ და ციფრებს შევხედოთ. უახლეს და რეპუტაციულ კვლევებზე დაყრდნობით გავაანალიზეთ, რა პროფესიები არის დღეს რისკის ქვეშ და პირიქით რა ხდება მეტად მოთხოვნადი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით უახლოეს 5 წელიწადში 80 მილიონი სამუშაო ადგილი გაქრება. მაგრამ 97 მილიონი ახალი ადგილი შეიქმნება, ხოლო დასაქმებულთა 59%-ს 2030 წლამდე გადამზადება მოუწევთ. ვინ არის წითელ ზონაში? პირველ რიგში ადმინისტრაციული და რუტინული ოფისური სამუშაოები, რადგან აქ თქვენ კონკურენციაში ხართ რობოტთან, რომელიც არ იღლება და ხელფასს არ ითხოვს. მაგალითად, ყველაზე მაღალი ავტომატიზაციის რისკის ქვეშ არიან ოპერატორები, ბანკისა და სალაროს თანამშრომლები, ადმინისტრაციული ასისტენტები, მდივნები, ანუ პოზიციები, სადაც სამუშაო არის განმეორებად და წესებზე დაფუძნებულ ამოცანებზე აგებული. ეს კვლევა კი გვეუბნება, რომ AI უკვე ანაცვლებს თეთრყელიანი სამუშაოების დაახლოებით 35%-ს. არა მთლიანად პროფესიებს, მაგრამ მათ შემადგენელ ნაწილებს. თეთრყელიანი სამუშაო არის ოფისთან და გონებრივ შრომასთან დაკავშირებული საქმიანობა. ტერმინი მოდის ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ოფისის თანამშრომლები თეთრ პერანგებს ატარებდნენ. ხოლო Forbes-ი პროგნოზირებს, რომ უახლოეს წლებში კოლ-ცენტრებისა და სტანდარტული კლიენტთა მომსახურების დიდი ნაწილი ავტომატური გახდება. ანუ მარტივ კითხვებზე და ტიპიურ
პრობლემებზე პასუხს უფრო ხშირად AI გასცემს და არა ადამიანი. ოფისურ სფეროებში კი პროექტების მართვა, გაყიდვები, მარკეტინგი აქაც იკლებს ადამიანის საქმე, შეხვედრების ჩანაწერების დამუშავება, ამოცანების გადანაწილება, მონაცემების შეგროვება, ამ ყველაფერს უფრო სწრაფად ალგორითმი გააკეთებს. შედეგად იზრდება იმ ადამიანების ფასი, ვინც მონაცემებს სწორად გაიგებს, გაანალიზებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ანუ ნაკლები შემსრულებელი და მეტი მოაზროვნე. თუმცა იმავე ანგარიში წერია, რომ ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი უნარები არის ანალიტიკური აზროვნება, გამძლეობა, მოქნილობა, ლიდერობა, კიბერუსაფრთხოება, ტექნოლოგიური წიგნიერება, AI და big data. ანუ თუ თქვენი სამუშაო არის მითხარი რა გავაკეთო და გავაკეთებ, საფრთხე რეალურია. ხოლო თუ სამუშაო მოიცავს, მოდი გავიაზროთ რა პრობლემა გვაქვს და როგორ წყვეტთ, მაშინ თამაშში რჩებით. ჩვენი ეკონომიკის დიდი ნაწილი ეყრდნობა სწორედ რომ ამ რუტინულ სამუშაოებს, ადმინისტრაცია, ბანკები, კოლ-ცენტრები, დოკუმენტების მომზადება, მარტივი სერვისები. იუვალ ნოა ჰარარი ამბობს, რომ მომავალში ქვეყნებს AI ემიგრაციის კრიზისი ემუქრებათ. ანუ არა უცხოელი მუშები, რისი შიშებიც არსებობს ხოლმე, არამედ უცხოური ალგორითმები შეასრულებენ უკვე ჩვენზე უკეთ კონკრეტულ დავალებებს. მაგრამ გვაქვს შანსი გადავიდეთ ისეთ სფეროებში, სადაც ადამიანური კავშირი და ადგილობრივი კონტექსტი ჯერ კიდევ გადამწყვეტია. მაგალითად, განათლება, ჯანდაცვა, ენერგეტიკა, IT-ის მაღალი დონის აუთსორსინგი. თუ ამაზე დღესვე არ დავიწყეთ მუშაობა, AI იმიგრაცია ჩვენთვის არა შესაძლებლობა, არამედ მძიმე შოკი იქნება. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ შემოქმედებითობა, ემპათია და ინტელექტუალური უნარები ეს უნიკალურად ადამიანურია და ამიტომ ჩვენს თავშესაფრად დარჩება, მაგრამ ჰარარი სვამს ასეთ კითხვას, რას მივიჩნევთ შემოქმედებად? კომპიუტერი უკვე ქმნის მუსიკასაც და დიზაინსაც. ასევე ემპათიაზე თუ საუბრობთ და თუ ამაში უგულისხმობთ ემოციების ამოცნობას და სწორად რეაგირებას, ალგორითმმა შესაძლოა ესეც ჩვენზე კარგად შეძლოს. საიდან ვიცით, რომ 10 წლის მერე თქვენი მაცივარი თქვენს გრძნობებში უკეთ გარკვეული არ იქნება? უკეთესია ვივარაუდოთ, რომ AI ნელ-ნელა მეც შეძლებს, ვიდრე ჩვენ მგონია, ამიტომ არც ინტელექტუალური, არც შემოქმედებითი და არც ემპათიური ფუნქციები არ იქნება 100%-ით უსაფრთხოდ ჩვენი. ერთი სიტყვით პროფესიები, რომლებიც გადარჩებიან, იქნებიან ისინი, ვინც ფეხს აუწყობენ ამ ტრანსფორმაციას. კემბრიჯის ექსპერიმენტის რჩევა მარტივია. ექიმს AI არ ჩაანაცვლებს, მაგრამ ექიმი, რომელიც იყენებს AI-ს და სწორად იყენებს, ჩაანაცვლებს მას, ვინც ამას არ აკეთებს. დევიდ სტილველი, კემბრიჯის პროფესორი, ამბობს, რომ მომავალი არა კონკურენცია, არამედ კოლაბორაციაა. AI შეიძლება იყოს თქვენი გუნდის წევრი, იდეების გენერატორი ან კრიტიკოსი. ახლა გადავიდეთ მეორე მხარეს, იმ პროფესიებზე, რომლებიც არა მხოლოდ გადარჩებიან, არამედ გაძლიერდებიან. კვლევები, მათ შორის BBC-ს მიმოხილვა, აჩვენებს, რომ ფიზიკური შრომის სპეციალისტები ჯერ კიდევ უსაფრთხო ზონაში არიან, ანუ ელექტრიკოსი, სანტექნიკოსი, მზარეული, ხელოსანი, ეს ის პროფესიებია, სადაც გარემო არასტანდარტულია და გადაწყვეტილება ადგილზე უნდა მივიღოთ. იგივეა ჯანდაცვის სფეროც. AI კი აქტიურად მონაწილეობს უკვე დიაგნოსტიკაში და მონაცემების ანალიზში, მაგრამ მოვლა, ემპათია, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა კვლავ ადამიანურ კომპონენტად რჩება. ექთნები, ფიზიოთერაპევტები, ფსიქოლოგები, მათი როლი იცვლება, მაგრამ არ ქრება. ამასთან ერთად ჩნდება ახალი, სწრაფად მზარდი მიმართულებები. AI უნარების მქონე სპეციალისტების ხელფასები კი დაახლოებით 25%-ით უფრო სწრაფად იზრდება. ეს მოიცავს AI ეთიკის სპეციალისტებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს და ეგრეთ წოდებულ პრომპტის ინჟინერებს, ადამიანებს, ვინც სწორ კითხვებს სვამს და ალგორითმულ მიკერძოებას აკონტროლებს. აქედან გამომდინარე ასევე იზრდება სტრატეგიული მენეჯერების და ლიდერების მნიშვნელობაც. AI-მ შეიძლება მონაცემები მოგაწოდოს, მაგრამ რისკიანი გადაწყვეტილების მიღება, გუნდის მოტივაცია და პასუხისმგებლობა კვლავ ადამიანის პრეროგატივაა. საბოლოოდ კითხვა ის კი არ არის, წაგვართმევს თუ არა AI სამუშაოს, არამედ ის არის თუ როგორ ვაქციოთ ის ჩვენს დამხმარე ინსტრუმენტად. ჰარარი გვახსენებს, რომ არც ადამიანი არის ამოწურული რესურსი და ჩვენ შეგვიძლია უსაზღვროდ განვითარდეთ, მთავარია ვისწავლოთ სწავლის სწავლა. ნუ შევაჯიბრებით მანქანას იმაში, რასაც ჩვენზე კარგად აკეთებს, შევაჯიბროთ იმაში, რაც არ აქვს ცნობიერება, განცდა, ცნობის მოყვარეობა.
თუ გინდათ რომ სიღრმისეულად გაიცნოთ შრომის ახალ ტენდენციებს, შესაბამის ლინკებს ვიდეოს აღწერაში დაგიტოვებთ. იმისთვის რომ სანდო წყაროებზე და ფაქტებზე დაფუძნებული ისტორიები კვლავ მოგიყვეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და მხარი დაუჭირეთ iFacts, ჩვენი ვიდეოების და სტატიების გაზიარებაც ასევე დახმარებაა და ასევე შეგიძლიათ iFacts-ის წევრი გახდეთ, ჩვენს საზოგადოებას შემოუერთდეთ, გაიცნოთ ჩვენი ჟურნალისტები, დაესწროთ საგამოძიებო ვორქშოპებს და საიდუმლო მასალებზე მიიღოთ წვდომა, დეტალურ ინფორმაციას ასევე ვიდეოს აღწერაში ნახავთ.